მართალი გითხრათ ახლა ეს ისეთი ინფორმაცია ხარ, რომც ვიცოდე მაინც ვერ გეტყოდით. იმიტომ რომ ითქვა რომ ოფიციალურად გაჟღერდება, მაგრამ მართლა არ ვიცი. მე მგონი არ არის საჭირო მკითხაობა რა, რომ გაირკვევა და დასახელდება ეს კანდიდატი, რომელიც იქნება ერთობლივი. ხა მე ნამდვილად გარწმუნებთ, ხა რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თავის კანდიდატი ყავს და მან ეს თქვა კიდეც რომ ყავს, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ ხა წინა საარჩევნო პერიოდშიც და მერეც არაერთხელ მიიღია მონაწილეობა რაღაც დათბირებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება საკმაოდ ისეთი სერიოზული მსჯელობის შემდეგ და იგივე პრემიერ-მინისტრს არ აქვს რაღაც ახირებები, რომ გინდა თუ არა რაღაცას რო იტყვის, იყოს ისე. რაღაც კანდიდატზე შეიძლება შეცვალოს კიდეც შეხედულება, ასე რომ გაირკვევა ყველაფერი. და კანდიდატი იქნება ნამდვილად ერთობლივი კანდიდატი ყველას შეთანხმებული. ჩამოყალიბებული კანდიდატებიდან ესე ვთქვათ. არ იქნება ჩემი მხრიდან კორექტული ვიღაცაზე ვთქვა, რომ ეს განიხილება და ეს არ განიხილება, იმიტომ რომ ეს მაინც სამუშაო პროცესია და ხო. არა, როგორც გითხარით, ეს აბსოლუტურად სამუშაო პროცესში მინდა, რაღაც პროცედურა გაწერილი არ არის ასეთი, დაასახელებს იქ პრემიერ-მინისტრი, სხვა მათ შეიძლება სხვა დაასახელონ და რაღაც სწავლაბჟელობა უფრო მეტად არის მიდგომა ისეთი, რომ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც აი ამ მოცემულობაში ყველაზე მეტად შეეფერება იმ პოსტს, რასაც ქვია პრეზიდენტის პოსტი, როგორც გითხარით, დღეს ახალი კონსტიტუციით, უბრალოდ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ხა ისეთ ძალაუფლებას აღარ ფლობს, როგორცაც ფლობდა მანამდე, მაგრამ არც ისეა რომ თლად რიტუალური ფიგურა იყოს, გარკვეული ფუნქციები მასაც აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვინ იქნება, მაინც ნომინალურად ნომერ პირველი ადამიანი საქართველოში, რომელიც მსოფლიო არენაზე წარმოადგენს მას საერთაშორისო ურთიერთობებში განსაკუთრებით და რაღაცნაირად უნდა იყოს მომრიგებელი წაღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. თან მას ექნება ძალიან დიდი ლეგიტიმაცია ასაც იწვევს თვითონ ხალხის მიერ არჩევას. რომ ეს არ არის რაღაც ასეთი რიტუალური და ისეთი ფიგურა, რომელიც უბრალოდ ზის და რაღაც რუსები რო იტყვიან სვაძებინი გენერალო, ეს ასეთი ფიგურა არ არის. პრეზიდენტიც რეალურად პოლიტიკური ფიგურაა. ამიტომ მის შერჩევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ვერა გითხრათ. დიახ. მოგახსენებთ. გასაგები. მიწით რა არის გარკვეული მოხდა როგორც იტყვიან გარკვეული რაღაც გაუგებრობასავით, იმიტომ რომ რაღაც ადამიანმა თქვა რომ არ იყო ის განკუთვნილი ასე ვთქვათ საჯარო განხილვის, იმიტომ რომ იგივე ვთქვათ გიორგი მარგველაშვილი, როცა თავრობის ხდომაზე განიხილებოდა ამ შრომის კოდექსის გადანა, იქაც გამოთქვა თავის კრიტიკული შეხედულებები, ეს არ იყო, მას აქვს თავის კრიტიკული დამოკიდებულება. ახლა ჩემი ასეთ ჩემი მოსაზრება რომ მოგახსენოთ. აქ არის ასეთი სიტუაცია, თავიდანვე წინა საარჩევნოთვე იყო გარკვეული ვალდებულება, რომელიც ქართულმა ოცნებამ აიღო ის შრომის ამ კოდექსს შეცვლით. შრომის კოდექსი, რომელიც დღეს არსებობს, ეს არის პრაქტიკულად აძლევს ყველაფრის უფლებას დამქირავებელს და დაქირავებელს არაფრის უფლება. ანუ ნებისმიერი ადამიანის როცა გინდა მიიღებს სამსახურში როგორც გინდა და როგორც გინდა გააგდებ და როცა გინდა გააგდებ და არც კითხავ ბიზნესს. ეს ჩვენი საზრით უსამართლობაა და ეს აისახა კიდე წინა საარჩევნო დაპირებაში. უბრალოდ ახლა როდესაც ეს შრომის კოდექსი შემუშავდა, რა თქმა უნდა და შემუშავდა ის სხვადასხვა ჯგუფებთან, დაინტერესებულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად ეს ახალი რედაქცია იქ არის მოსაზრება და მეც ვიზიარებ პირადად ამ მოსაზრებას, არის გარკვეული გადახრა მეორე უკიდურესობაში. არა ისე რომ თლად წყალში გადასაგდები იყო, ასე არ არის ნამდვილად. სწორი არის დაბალანსებული შრომის კოდექსის მიღება, სადაც მეტნაკლებად იქნება ორივე ინტერესი ასახული, დამქირავებლებისაც და დაქირავებულისას. თუმცა ამ პირველად რედაქციაში შესაძლოა სწორედ ეს რაღაცა გადახრა მოხდა მეორე უკიდურესობაში, როცა ადამიანის გაგდება სამსახურიდან უკვე ხდება ძალიან რთული.
მე შევწრები ვარ თქვა ევროკავშირის ქვეყნებში ამ ხრივ ხა ევროკავშირის რეგულაციებს თუ ავიღებ ჩვენ ზოგ ქვეყნებში იქ არის უბრალოდ შეუძლებელიც კია მოხსნა ადამიანის სამსახურიდან განსაკუთრებით საჯარო სამსახურიდან. ახლა მე თვითონ შევწრები ვარ ავსტრიაში მაგალითად გერმანიაში მასწავლებლის სამსახურიდან გაგდება. ეს არის რა ვიცი უნდა მოკლას კაცი. სხვა რა ვერ გააგდებ. იმიტომ რომ ვიცი შემთხვევა როდესაც იყო სკოლაში და ქართველი იყო და ჩემი ნაცნობი და მისი შვილი სწავლობდა იმ სკოლაში, ყველა მშობელი ამტკიცებდა რომ ეს მასწავლებელი არის გიჟი უბრალოდ და არ შეიძლება მის ბავშვებთან მიშვება სახიფათოა. რაღაც სისულელეებს თხოვს, ვერ გაუშვეს. დირექტორიც ეთანხმებოდა და ვერ უშვებდა სკოლიდან, იმიტომ რომ ისე არის გაწერილი, რაღაცა ძალიან რთული არის. ახლა ასეთი მაშინ არ უნდა გადავარდეთ ალბათ, რომ რაღაც ასეთი ის იყოს და შეუძლებელი იყოს ადამიანის მოხსნა, მაგრამ ახლა ისეც არ უნდა იყოს, რომ რაღაც როცა გინდა გაუშვებდა არც მიზეზსაც არ ეტყვი. აქ არის გასასვლელი შეიძლება ითქვას მეწვის ხიძე და ამიტომ სწორედ აი მეწვის ხიძე გასვლას ვცდილობს ახლა ხელისუფლება და ამიტომაც არის ერთი მოსაზრებების, მეორე მოსაზრებების და იმედია რომ საბოლოო ჯამში შეჯერება მოხდება მოსაზრებების და მივიღებთ ისე ჯრომის კოდექს, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის იქნება კარგი. ბატონო ძირითადად ევროკავშირის გამოცდილება იქნა გაზიარებული და სწორედ ალბათ სწორედ ამიტომაც მოხდა გარკვეული ცოტა ჩემის აზრით ზედმეტი გადახრაც აი თქვა იგივე პროფკავშირების როლისკენ ახლა ზოგ ქვეყანაში საფრანგეთში თქვენ თუ გახსოვთ ძალიან ლამის რევოლუცია მოხდა ერთი პერიოდი სტუდენტების გამოსვლები იყო 100,000-იანი მიტინგები დაწვეს მთელი ქალაქი და რის გამო სარკოზი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა მანამდე იყო სერიოზული დაპირისპირება კანონს იღებდნენ ასეც რომ სტუდენტი რომ დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებლებს პირველი 2 წლის განმავლობაში მასზე არ ცელდებოდეს ის შეღავათები და ის რაღაც პრივილეგიები რაც ცელდება დანარჩენს თქვათ საჯარო სამსახურშია თუნდაც კერძო პირობებში აყვანილ დაქირავებულებს. ანუ პირველი 2 წელი დამქირავებელს შეეძლოს თავისუფლად მიღება და გაშვება ადამიანის. აი ამის გამო საფრანგეთში მოხდა ლამის რევოლუცია, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში ახალგაზრდებმა გააპროტესტეს ჩვენ ახალხი არა ვართ, ჩვენც გვინდა ესე იგი გარანტიები, იმიტომ დიდი გარანტიები არის ძალიან და ეს გარკვეულწილად ისეთ ქვეყანაში როგორც ჩვენი ქვეყანაა ნამდვილად რომელსაც ჭირდება რაღაცა სწრაფი რეფორმების გატარება და მართლაც ზოგჯერ ძალიან ზედ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა შეიძლება იყოს შემაფერხებელი. თუმცა მეორე მხრივ ის რაც ჩვენ გვაქვს დღეს ამის დატოვებაც არაფერ შეიძლება. რაზეა ლაპარაკი შრომის კოდექსზე ისე მე მგონი ხა მეორე მოსმენით უნდა გაიარონ და მეორე მოსმენა სწორედ პარლამენტში მე მაინც საპარლამენტო გამოცდილება მაქვს და შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი მეორე მოსმენით გავლა კანონპროექტის გულისხმობს სწორედ მუხლობრივ განხილვას ანუ ყოველ თითოეული მუხლი დეტალურად უნდა იყოს განხილული და ალბათ იქ მოხდება რა ჩასწორებები და რაღაცები შესწორდება და დაბალანსდება უფრო მეტად დაბალანსებულ შრომის კოდექსს მივიღეთ პირველი მოსმენით მიღება ნიშნავს რომ პრინციპში და იდეაში ეთანხმები და მე ალბათ ეხა წავაია შესწორებები. ამისთვისაც არის პარლამენტი რომ მუშაობა მიდიოდეს და რაღაც შეიძლება მიდიოდეს. უბრალოდ მოხდა ისე რომ რაღაცა ეს სამუშაო პროცესში რაც უნდა იყოს ის რაღაცა გარეთ გამოვიდა და საჯარო დისკუსიის საგანი გახდა და ეხა ჩვეულებრივ მოქალაქეებისთვის ცოტა ის არის მიჩვეულია რომ ხელისუფლებას ყოველთვის ერთი აზრია ყველაფერზე და ხალხს ერთი ერთსამოს მეორე სამოს ხალხის დაიბრა ცოტა რა ხდება იფიქრეს მაგრამ არაფერი საშინელი არ ხდება მოკლედ მიდის სამუშაო პროცესი დიახ აი ხოცრავად არ ვიცი ახლა მე მგონი არ იქნება ჩემი მხრიდან ასე ველამაზე ასეთ რაღაცებზე ვილაპარაკო იმიტომ მე თვითონ ვარ მთავრობის წარმომადგენელი და ანუ ბუნებრივია ერთადერთი უნდა თქვა რომ იგივე განათლების მინისტრის მიმართ მას პრეტენზია როგორც განათლების მინისტრის მიმართ არ ქონდა როგორც ვიცე-პრემიერის მიმართ თუმცა მე მგონი ის გაირკვა რომ ეს პრეტენზიაც არ იყო თლად გამართლებული ამდენადაც მოგახსენებთ რომ იგივე გიორგი ბარგველაშვილი როდესაც იყო განხილვა შრომის კოდექსისა მან თავის მოსაზრებები იქაც გამოთქვა იმ განხილვის დროს თავრობის სდომაზე რატო აკეთებს ყობა ახლა ყობა ასე თქვა დაშვილის ასეთია და რა ვქნა ახლა პარლამენტი აქტიური ადამიანია და ზოგჯერ აქვს ხოლმე ახლა თავის მოსაზრებები რაღაც საკითხებზე რასაც ჩვენ მაგმოთ შვიდად უღურებს ჯერჯერობით და არ მგონია რომ რაღაც ის იყოს რაღაც ხდებოდეს რაღაც საშინელება
ბატონო რა ინტერესებთ კიდე კიდე არ ინტერესებთ ახლა ასეთი პირველი ხო არ არის არა მისგან ეს ვეტოს დადებაზე რაც შეეხება ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი მოთხოვნა იმიტომ რომ რეალურად რაზეა ლაპარაკი არის იმაზე რომ არის იურიდიული ფორმები ეს ახება არა მარტო უმაღლეს სასწავლებლებს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი რომელსაც თავისი რაღაც ფუნქციები აქვს და არასამეწარმეო იურიდიული პირი უნივერსიტეტები დღეს მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტები შაშკინის დროს ყველა გადაკეთდა არასამეწარმეო იურიდიულ პირად ნუ რო ვთქვათ ესე უხეშად რო ვთქვათ რაღაც NGO-ებად და რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპის სტატუსია დაახლოებით ეგეთი და ოღონდ რაღაც სახელმწიფოსი იყო შემოღებული იქნა რეგენტთა საბჭო რომელიც პრაქტიკულად აკონტროლებს ნებისმიერ სამეურნეო ოპერაციას ამ უნივერსიტეტებში ლაპარაკი იმაზე რომ სამოქალაქო კოდექსში თუ შევაცვლება რომლის შემდეგაც არასამეწარმეო იურიდიულ პირებს შეეძლებათ მიეცემათ უფლება გადაკეთდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ეს უფლება მას ჯერ არ ქონდა აქამდე თუ იყავი არასამეწარმეო იურიდიული პირი მთელი ცხოვრება უნდა ყოფილიყავი არასამეწარმეო იურიდიული პირი გადაკეთება არ შეგეძლო ახლა ეს შესაძლებელი ხდება მეტი არაფერი ცვლილება არ შეგვაქვს და ეხლა რომ ლაპარაკი რომ უნივერსიტეტის ავტონომია იზღუდება, ნუ ამაზე სასაცილოა, იმიტომ რომ დღეს მე შემიძლია მე თვითონ ვარ ამ რეგენტთა საბჭოს წევრი, დღეს როა შეზღუდული, როდესაც შუშას ვერ ჩასვამს უნივერსიტეტში. ფანჯარა თუ ჩაიმტრა შუშას ვერ ჩასვამს, რეგენტთა საბჭოს უნდა კითხოს. ეხლა ეს გვაქვს დღეს და ეხლა ჩვენ რომ ამზადებთ შემდგომში ცვლილებებს, საკანონმდებლო ცვლილებებს უმაღლეს სასწავლებლის მიმართ და ვფიქრობთ რომ ყველაზე ოპტიმალური ფორმა ასეთი სასწავლებლებისა უნდა იყოს დაახლოებით ისეთივე როგორიც არის ევროპაში მაგალითად რომ ეს იყოს რაღაც სპეციალური სტატუსის მქონე შეიძლება ეს იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოღონდ სპეციფიურად ანუ რაღაცები თქვა ქონების ფლობასთან დაკავშირებით ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით კონდეს მეტი ავტონომიური უფლება მაგრამ ეს მიდის მუშაობის პროცესიდან რაზე ადრეს ეს პანიკა თქვა ბატონმა თევზაძემ და კვიტაშვილმა ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი და საერთოდ არ კავშირში ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიასთან ну вето ეხლა დაუდია პრეზიდენტს ვეტო და ნახეთ მე ვეტოებს რაც მოსდის ეხლა ეს პრობლემა არ არის ეს არის უბრალოდ ხელოვნურად გაჭიანურების ცდელობა საკითხს პრობლემას ეს არ გადაწყვეტს ბატონო არ არის შეკითხვები კიდე კაი ბატონო ჩამწერეთ რა პრობლემა რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. სიტყვა ეგრეთ წოდებული არ მიხმარია შემთხვევით. იმიტომ რომ სული პასუხისგებლობით რომ არანაირი უნივერსიტეტი არც იგეგმებოდა. ეს იყო მხოლოდ სააკაშვილის, მიხეილ სააკაშვილის ფანტაზია და მისი გაცხადება. ახლა გაგიგვირდება როგორ არ იგეგმებოდა კაცმა თქვა. მე რამე ნათქვამი გინახავს ხო სააკაშვილის რომ მე არ მოხდარი იქ რო იძახდა რომ აი იქ იქნება ბიბლიოთეკა, მე ჩამოვა სტუდენტი დაჯდება ეშმაკის ბორბალზე ბიბლიოთეკიდან. ეხლა მოგახსენებთ რეალობას. რეალობა არის ასეთი, იყო ეგრეთ წოდებული მილენიუმის პროგრამა არსებობს, რომლის ფარგლებში საქართველოს ამერიკის ურთიერთობის დონეზე ხდება. ამ მილენიუმის პროგრამის ფარგლებში ნამდვილად იყო და არის კიდეც განსაზღვრული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნა. ამერიკული ფულით, ისინი დებენ ძალიან დიდ ფულს და სახელმწიფოს თანამონაწილეობით. იყო მიხეილ სააკაშვილის ქონდა ნამდვილად ასეთი იდეა, რომ ეს ყოფილიყო ბათუმში გაკეთებული იყო და ჩვენც ვიგაჩნია რომ რეგიონში უნდა ყოფილიყო და მაგრამ იგივე ამერიკული მხარე არ ეთანხმებოდა ამას. ამბობდა რომ აქ საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და უბრალოდ ახლა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სადღაც დაუდგა და მე კიდე იმაში ის მე გახდეს კიდე რაღაცა დოტაციებს დადგეს ასეთი რაღაც არ გვინდა. ამიტომ საკმაოდ ხანგრძლივი კამათის მერე თავის დროზე ჯერ კიდე წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილება იქნა უკვე მიღებული ეს უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო თბილისში. მაგრამ რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გამოვიდა და გამოაცხადა რომ ეშმაკის ბორბალზე იჯდებიან სტუდენტები და ასე და გააფიარა დიდად რა. ესე იგი ერთადერთი დათმობა რაც გაკეთდა რომ ორ სართულზე რაღაც აი რიტუალური შეხვედრებისთვის მხოლოდ აი რაღაცა რიტუალური შეხვედრებისთვის ამ უნივერსიტეტის ფილიალივით რაღაცა ორი სართული უნდა დაეთმოთ ამ უნივერსიტეტისთვის მხოლოდ. ისეც მთელი მაგრამ რეალობაში ეს უნივერსიტეტი თუ გაიხსნებოდა ეს კეთდებოდა ბენდუკიზესთან ერთად, კახა ბენდუკიზესთან ერთად და მასაც შეუძლია დაადასტუროს, ალბათ იმედია დაადასტურებს თუ კითხავენ. ძირითადად თბილისში უნდა ყოფილიყო, აქ უნდა წარმართულიყო სასწავლო პროცესი, ლექციები, სემინარები და ყველაფერი. ნუ ხანდახან სააკაშვილი თქმა ჩავიდოდა ბათუმში, ეშმაკის ბორბალთან დადგებოდა, ჩამოიყვანდა სტუდენტებს ასე ფონა დაიყენებდა და იტყოდა რომ აი 40 სართულიან შენობაში არის უნივერსიტეტი. დანარჩენი 38 სართულზე რა იქნებოდა? კაცი შვილს არ უკითხია.
არც იყო ლაპარაკიც კი არ იყო, განსაზღვრული თეორიაშიც კი არ იყო იქ უნივერსიტეტის განთავსებაზე. ამიტომ უბრალოდ გასაოცარი არის. ჩემთვის როდესაც ამას აყენებს, იგივე რაც მოძრავა დაიწყო ლაპარაკი, რომ თურმე საწყალიას უნივერსიტეტი გავაუქმეთ. არაფერი არ გაუქმებულა. ამის თაობაზე მიდის ახლა მოლაპარაკებები, იმიტომ რომ იქ რაღაცა პირობები შეიცვალა, მაგალითად ჩვენ იმათ ჰქონდათ კერძო უნივერსიტეტებზეც, ჩვენ ახალ ხელმძღვანელობა როდესაც მოვიდა განათლების სამინისტროში, ჩვენ ფიქრობთ რომ ახლა ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღო ამაში მონაწილეობა. მიდის ამაზე